ქუჩის ერთ-ერთ მონაკვეთზე. როგორც ხედავთ, ყოველი წვიმის დროს ადგილს, სადაც წესით გზა უნდა იყოს, პატარად ბაჩნდება და პრობლემა ექმნებათ როგორც ფეხით, ისე ავტომობილით მოსიარულეებს. ის დატოვენ ამოწმენდელი ხრეს იმ ადგილზე. და გაისო ისე მოვიდა, თუ ჩავიდა, ახლა თანი სანიაღვრე. როგორც ადგილობრივები განმარტავენ, პრობლემა უკვე დიდი ხანია დგას. 2 წლის წინ სანიაღვრე არხი ჩაიდო და შედეგად მრავალხნოვანი მოუგარებელი პრობლემა თითქოს და მოგვარდა. თუმცა სამწუხაროდ სიხარული დროებითი აღმოჩნდა. მალე ადგილზე 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტისათვის საჭირო სამუშაოები დაიწყო და სანიაღვრე ქსელი ისევ გამოუსადეგარი გახდა. მას შემდეგ უკვე 1 წელი გავიდა და წლებია გადაუჭრელი პრობლემა ისევ მოუგვარებელ თავის ტკივილად რჩება. ეგი ახლა რაც ხედავთ, აქანე კი ხედავთ, აგარ რამდენ მიმართეთ, ვის არ მიმართეთ, არავინ არ მოვიდა, არ აკეთებს არაფერს. მოვიდნენ, გახედავენ, მიდიან. ეს გაკეთებული იყო, წყალკანონმა, როცა გააკეთეთ, გათხარენ, ახლა გაგლიჯენ ეტრუბები და გაავსენ ტრუბები, სილით სანიაღვრე ის. აგერ დაყარენ, სადაც მიაყვართ, წყალი ჩადიოდა და დაყარენ იქ სილა და ხრეში და ამოივსოს, მათი გაკეთებული იქ. და დავჭდა ახლა ამ დღეში ვარ. მე თან მანქანებს დააყენებენ, ახლა ვერ გავდივარ. შინელ მდგომარეობა? ვერ გავდივარ. დავიკაპიცოთ ფეხები და ის. ეს ზაფხული რო იყოს იბანა ეს, იმან ზღადა ზღვა იქნება. ძენ ეს ახლა ისეთი წვიმა არა, კიდევ რომ არა, ცოტა წყალი აქ შემოდის, აი ეზო შემოდის. ეს წვიმის დრო სულ ასია. დაჟე მანქანებში შემოდის ხან წყალი მანქანით რო დავდივარ. ეხა აქ ვერ გადავდივარ, რა დაირა, ტიკეტ მიწევს, გადავხდა როგორ გადავიდი არ ვიცი. და ესეთი სიტუაცია? დიახ. აი როგორი სიტუაცია? აი როგორიც ხარიც, როგორც ხედავთ. ცუდი გზები. და გექნება თუ არა ამის გამო? რა თქმა უნდა. მოსახლეობის განმარტებითი პრობლემის შესახებ მერიისა და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის კარგადაა ცნობილი. შორენა მიქავას განმარტებით მუნიციპალიტეტში 1 კვირის წინაც იყო მისული, თუმცა ჯერ არავინ ჩანს. ესეთი მდგომარეობა არის ყოველი წვიმის მოსვლის შედეგად, აქ თქვენც უყურებთ რა მდგომარეობაშივაც ვერ დავდივართ, ვერც ფეხით გვიჭირს ყველანაირი გადაადგილება და რა ვიცი, მე ვიყავი მუნიციპალიტეტში მისული და მითხრეს რომ მოვალთო და გაგიწმინდავთ. ვიყავით იმ სამმართველოშიც მისული და გვითხრეს შეგვპირდნენ რაღაც თურქული კომპანია იყო და გავაკეთებთ, მაგრამ არავინ არაფერი არ გაგვიკეთე. თუ რას გეგმავს ან გეგმავს თუ არა საერთოდ მერია პრობლემის მოგვარებას ამ საკითხს ნეგატივი აუცილებლად გაარკვევს. მომავალ დროში, იმიტომ რომ დღეს შობაა და შესაბამისად ადგილობრივ თვითმმართველობაში ისვენებენ. იქამდე კი სანამ მერია სადღესასწაულო საახალწლო ბურანიდან გამოვა, გუგუნავას ქუჩის მაცხოვრებლებს ურჩევთ მაღალყელიანი ჩექმებითა და უკიდურეს შემთხვევაში ნავებითაც შეიარაღდნენ. ინიცის წინ მაინც ზამთარია. თამარ ქავთარაძე და გიორგი დოღონაძე, ტელეკომპანია მეგატივისათვის.